წყალტუბოს მუნიციპალიტეტში პროექტ ტექნოლოგიური კვირეული 2025-ის დახურვის ღონისძიება გაიმართა. ტექნოლოგიური კვირეულის ფარგლებში, რომელიც 5 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები თანამედროვე ინოვაციებს გაეცნენ და ტექნოლოგიების მიმართულებით ცოდნა გაიხმავეს. პროექტის დახურვის ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი ალიონა ჩხოტუა ესწრებოდნენ. გიორგი ჯინჭარაძემ ახალგაზრდების კითხვებს უპასუხა და ტექნოლოგიური ინოვაციების შესწავლის ხელშეწყობასა და ამ მიმართულებით სხვადასხვა პროექტის განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა. პროექტის მონაწილე ახალგაზრდების სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. მე მიხარია, რომ ესეთი კარგი, მიზანზე ორიენტირებული პროექტი გამოვიდა და სამომავლოდ აფხაზეთის მთავრობა აქტიურად მხარს დაუჭერს ახალგაზრდებს, ჩვენს დევნილებს, რომლებსაც კარიერული წინსვლის თვალსაზრისით ჭირდებათ ის მნიშვნელოვანი უნარები, რაც მათ უნდა შეიძინონ ტექნოლოგიური კუთხით. ჩვენი მიზანია, რომ მომავალში გავაგრძელოთ მსგავსი შინაარსის პროექტების განხორციელება, რომელიც ხელს შეუწყობს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები თანამემამულების ჩართულობას. მოხარული ვარ, რომ მოვხდი ბანაკში. ამ 5 დღეში გავიცანი შესანიშნავი ადამიანები და მეგობრდით, ასევე მივიღე ახალი ცოდნა, რომელიც დამეხმარება მომავალში და კარგი იქნება თუ შემდეგშიც მოხვდები ეს მსგავს ბანაკებში.